შეგვიძლია ამისთვის გავაკეთოთ? ჩვენ ამას სწორედ უნდა შევუწყოთ ხელი. აქვს ამ ხელისუფლებას ამიშნო? შნოზე უკვე არ ვიცი. ცდილობიანად ვკითხულობ, ხო? თავის დროზე შნო, ეხლა შნო რა არის შნო? ხო, ეს ინტელექტუალური ინსტიტუციონალური და რესურსობრივი პარამეტრებია. მოდი კიდე სხვა ენაზე ვთქვა, სახელმწიფოზე თუ საუბრობთ, ეროვნული ძალაუფლების ინსტრუმენტები რასაც ეს არის ეკონომიკური, ეს არის სამხედრო, ეს არის დიპლომატია, ეს არის საინფორმაციო, სადაზვერვო, სოციალური, მთელი ესე იშლება რა. სვეტები და უკვე პარამეტრებია. ეს უკვე განზომადია ყველაფერი რაც ჩამოთვალე. და დღევანდელი შეფასებით, ეხლა რაც არ უნდა დიდ ეკონომიკურ იმაზე ვსაუბრობდით, მაცივარში და დახლებზე ყველა ვიყურებთ რეალურად რა ხდება. ამიტომ ჩვენი რესურსები რა თქმა უნდა ძალიან შეზღუდულია და ყველაზე დიდი კაპიტალი რაც ჩემი სუბიექტური აზრით საქართველოს აქვს, ეს არის ადამიანური რესურსი. რომელიც გაედინება. რომელიც ამ პოლიტიკის პირობებში რაც ეხება, კიდევ უფრო უარესი დარტყმის ქვეშ ხდება და რაღაცა ბოლო პერიოდში კიდე ძალიან ხდება. აი ამ გადინების ფონზე სხვადასხვა ვიდეოები თუ ისინი როგორ ემიგრანტები როგორ აზიიდან ემიგრანტები როგორ იკავებენ ამ ჩვენ გამოთავისუფლ ეკონომიკურ სექტორში. დღეს ნახე რა ვიცი რაღაცა ვიდეო იყო რუსთავის მეგობრებო რუსთავი რაღაც პარკის შენობები და ასეთი ქართული მუშაობა დასაქმებული რა. ხო, თუმცა ახლა ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა ენა მამულს და სარწმუნოებას ხელი შეუწყოს და რაც არაბული სოფლის შენებლობა აკრძალა, ასე ვთქვათ, კანონმდებლობის გამკაცრება და ეს ანუ ძირითადად წინა საარჩევნო ის არის, ასე ვთქვათ, კოჭის გაგორება, მაგრამ კი შესამჩნევია საქართველოში ემიგრანტთა რაოდენობის კვეთრი ზრდა მინდა თქვა. ახლა ელემენტარულ ვოლტს ხო არა, ვოლტი გლოვო და ის გასაგებია. ეგრევე იგზნე, ხო ბოლო წლებში იგზნობა არა, მარტო დაბალ ეკონომიკურ ნიშებში